ერთ-ერთი გამოსახლება 2010-11 წლებისა იყო ტაშკენტის ნომერი 7-დან, სადაც ადამიანები იყვნენ ოფიციალურად რეგისტრირებული, მაგრამ მაინც გამოასახლეს, იმიტომ რომ ეს ფაქტები ჭირდებოდათ საკუთარი კორუფციული ინტერესებისათვის. შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ, რომ უჩივლოთ როგორც კობასუბელიანს, ასევე ვანო მერაბიშვილს პროკურატურაში ერთის მხრივ დევნილების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის გამო, ხოლო მეორეს მხრივ კორუფციის გამო, რაც სუფევდა ამ სფეროში, რის გამოც დევნილთა 70% დღემდე არის ქუჩაში დარჩენილი უსახკაროდ. ამის გარდა დღეს პროცესი იმართება, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ ამ ფაქტებში დაბრუნების მოთხოვნით და იმედი გვაქვს სიტუაციის პოლიტიკური სიტუაციის სრულებნა გამომდინარე, ეხლა მაინც სასამართლო იქნება ობიექტური და ამ ადამიანებს აღარ დატოვებს ქუჩაში. იძულებული გამხადა სააკაშვილის მთავრობამ, რომ დღეს აქ მოსულიყავი და მე ვარ ვახტანგ გორგასლის მედალის მფლობელი, დაჯილდოებული ომის ვეტერანი, რომელმაც ფეხი შეუწირა ჩემს ქვეყნის მთლიანობას. ეს იყო პრეზიდენტის ბრძანებულება, ბრძანება, რომ გამოვესახლეთ კოდორელები და ჩვენი უფლებები დაირღვა. მე მინდა ეხლა მაინც როცა სამართალი აღდგა და მე პირადად ეხლა მაქვს შესაძლებლობა და მოუწოდო ბატონ ჩემთვის პრეზიდენტს ივანიშვილს, რომ ეხლა მაინც დაიცვას კოდორელების უფლებები.